მოვედით ჩემო კარგი, როგორ ხართ, აბა რა შვებით? გეგონათ ალბათ წავედი საერთოდ, მე არ წავშურე, უბრალოდ ვინც არ იცით და ვინც ვერ შეამჩნიეთ. ძველი ვიდეოები წავშალ. იმიტომ რომ სასტიკად არ მომწონდა მე თვითონ. არც ვიდეო, არც ჩემი თავი. არ ვიცი იმაზე უკეთეს თუ გადავიღებ, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვეცდები იშვიათად მომიდე და იშვიათად, ზოგჯერ იშვიათად მოვალ, ზოგჯერ ხშირად მოვალ, მაგრამ მაინც მოვალ. იმიტომ რომ მამან ყველაფერმა შეყვარება იცის, მიჩვევა იცის და რაღაცნაირად გრძნობს ადამიანი თავს, როცა ვერ მოდის აქ. ამიტომ მოვალ ხოლმე და უბრალოდ გადავიღებ. მეტი აქ ჩემთვის არაფერი არ არის. ვისაუბრებ თქვენთან, ლაივებიც ძალიან მინდა, მაგრამ ჩემს სახლში არანაირად არ გამოდის ლაივები. არ ვიცი, მაგის პირობები არ მაქვს აქ. არც ღამე, არც დღე. არ გამოდის. არ ვიცი. ყავას ავიდუღებ, ყავა გთქვენოთ თავლია უკვე, რიჩიკეთ. დღესაც ისევ რაღაცნაირად წამიდან გამომდინარე. მე მართლაც კარგად. სანამ ეს მისით არ გადამივლის. ყავაც დამლიეს, არაცხაც გავფინე. ზე მასობაში გამოვიდა, თორე დილიდან ძალიან ცივდა და ცივი ამინდელი ქონდა, მე არ მეყვარს ეს ცივი ამინდელი, მციროდა. დღეს უკვე 31-ია, ხვალიდან პირველია. საფხული იწყება, უკვე თან ბავშვთან საერთაშორისო დღეა, ალბათ ხვალაც გადავიღებ ცოტას, არ ვიცი, ხვალ ჩემი შვილი დაბადების დღეა. ესე რომ ყველა ბავშვს, თუ დიდს, თუ პატარას, ვინც პირველში დაიბადა, მაშინ არ იყო ასე ადრე პირველი ივნისი. არ იყო ბავშვთა საერთაშორისო დღეს გამოცხადებული და მე ზუსტად არც ისე დიდი ხანი იყო რა ეგ ისე დამკვიდრებული ეგ რომ ჩემი გიორგიც ზუსტად დაგეგმვის გარეშე რა ვიცი ექიმმა ისე გითხრა რომ მაგალითად დღეს უნდა გამოჩინო ბავშვი და არც გვიფიქრი არც გვახსენია და 1 ივნის ბავშვთა საერთაშორისო დღეს მივიდა ჩემი გიორგი მადლობა ღმერთს ამისთვის ეხლა არ არის სახში კალათბურთზე გუშინარა და გუშინ წინ იყო თამაშზე კიდევ ზურგეთში მოუწია წასვლა და კიდე ელოდებიან არ ვიცი თუ მოუწევთ კიდე სადმე წასვლა უნდა მოუწევთ წესით ან ფოტოში ან სადმე არ ვიცი მოკლედ რა ესკურსიასავით გამოსდის კიდე თან თამაშია თან ესკურსია და ესეთი ამბები ავიდოქო ეხლა ვიცი ადგილს ვეძებ კი აგარეთ მზე და ის მაგრამ სად დავჭდე სად ვისაუბრო გარეთ მაღლა ხო არ ავიდე მაღლა მირჩენია სიჯობია ნახოთ ეგონა ერთად ჩემმა მაყურებელმა მომწერა რატო ვერ გახულობ სხვა ვიდეოებსო რა იქნა ეგონა რომ ეს საერთოდ წასულხებირებდი უთხარი რომ მოვშალე რა თქმა უნდა თავიდან ვფიქრობდი გამეუქმებინა მაგრამ მაინც ისეთი ის არის ეს ისე შეყვარება იცის ამ ყველაფერმა რომ მაინც ზოგჯერ მოვალ მეთქი გადავიღებ აუცილებლად ვიდეოებს მაგრამ ისეთ სიხშირით შეიძლება არა არ ვიცი ნახოთ შეიძლება პირიქით რა ხასიათზე ვიქნები ხოდე მე წინაო რა მე არ ვამბობ რომ ვაუქმებ არ გავაუქმებ არამედ შემთხვევაში მოვალ ხოლმე აქ უბრალოდ ეს ძველი ვიდეოები ჩემი არ მომწონდა სასტიკად ჩემი თავიც არ მომწონდა ჩემი ხმის მიმღებლობაც მაგდა მეგონა რომ მარტო მე ვიყავი ასე და ერთი ადამიანს მოусმინე ოღონდ სულ არ ვიცი ვინ არის ბიჭი ეუბნებოდა რომ მე წმინდაო ეს ლაივები ჩავხდა მაგრამ ჩემი ხმა სასტიკად არ მომწონს და ზოგჯერ იცით როგორ არის ამაში სულ სხვანაირად ისმის ხმა ეს სულ სხვანაირად აჩენს ხმას როგორც ადამიანის შეხედულებას ისე ხმასაც ცვლის განსხვავება არის სად პირადად ადამიანს რო ნახავ და სულ სხვანაირია მე მგონი ლაივებში ზუსტად აჩვენებს როგორია ადამიანი ხოდა როცა ვიდეოს იღებ ცოტა განსხვავებული ჩანს და ხმაც განსხვავებულია მე ხმაც არ მომწონდა ჩემი და მე მეგონა ასე მე ვიყავი ბიბიშოხარი არ გვინდა მე ცოტა შეყვარს ახლა მათქვე პატარა ჭიქით
აი ამით. ემო გამომიგე დიდი ჭიქით დაბლი უკვე. ხო და ეგ ჩემი ხმა ხო არ მომწონდა. მე კიდე რაღაცა ვიდეოებიც არ მომწონდა. არც ჩემი თავი არ მომწონდა, სულ ცუდად მაჩენდა, სულ რაღაც აი ესე ვიყავ მიბრეწილი, მობრეწილი, კადრები იყო დაჭერილი და საშინელად არ მომწონდა. და მე ადამიანები მე ასეთი ნახოს საერთოდ. და ასეთი ვიგონო. რა ვიცი, ახლა მე ამაშიც შეიძლება იგივენაირად გადაიღოს და დაიჭიროს კადრი, მაგრამ ის არ მომწონდა და კარგი ფენი რო წავშალე, არ ნანობ. მინდა გამოვასწორო, უკეთესი გადავიღო, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოახერხება. იმიტომ რომ სახში მაინც ერთი ფერი მლეკო. ასე გავაცუნცულოთ ეს. ციხრა დავახვდრო, გავკეთო, პიცა გავკეთო. ხომ მაინც მექნება ალბათ გასაკეთებელი აღებათ, არ ვიცი, ვერ გადამიწყვეტი. და ნიხო. ნახოთ რომ მოვარ ასიტყვს რა გავაკეთო. ან სალატს გავკეთებ, სალატი ძალიან მიყვარს. პომიდორი და ყვევილჭამი. მიცებ და მე გადავწყვეტო რა გავაკეთო. მოგივა არის. ვიცი რა. მაკარონი, მოხალხული მაკარონი მაქვს სილაშინახული, რომ გავკეთეს გრძელი მაკარონები უყვარს და ეხლა ეგეც სამომჩემა რომ აღარ უნდა თითქოს, ყველი ჩავყარი არა და მე ყველიანი არ მიყვარს. ყველიანი გავკეთე და აცი ვარში ძებს იქნება ეგ მოინდომოზე ჭამს, გავუცხრე. კაფას. გაცხელებული ძალიან გემრიელია. ასე. ერთი ეს და თეორი ვერ ვიყიდე, ნაგები ვიყიდე, ორი ერთს უნახავ ჩემში. იმას ამაში ჩავაგდე. ამას შევინახავ ახლა. ხო და ორი წელი წამოვიღე, იმიტომ რომ ფული არ დამჭირ მეტი. კალუნკაძე როგორც იქნება, კალუნკაძე რომ მაღაზია აქვს, თუმცა მუდანიათ ჭიქის ნაყინი ლარიანი, იმიტომ რომ ლარზებით იყო, ძვირიანები იყო სულ. ხო და ამიტომ სხვა გამიწევდა ხოლმე წასვლა. ძალიან იშვიათად ყიდულობ. ეხლა ტომატი მქონია საყიდელი. ფანტა წამოვიღე, ხვალისთვის ვინახავ ფანტას 2 ლიტრიანი მიყიდე, იმიტომ რომ გიორგის დაბადების დღეა, ხვალ ტორტი მოგივა და რაღაც რა ვიცი, შეიძლება ორი თავი ხაჭაპური გამოვაწყო, მეტი არაფერი მექნება. არც ვიხდით არაფერი, ევროპული მაგით. და საჭიროა მეტი, ამდენი წელი არ გადამიხდია მისთვის, ხოლო ასე მარტო ტორტი ჩემი ფარგლებით ხომ. ხო და ორი ნაყინი მომევიდა, ბარემ და წამოვიღე და ერთს იმას უნახავ, მოვალ. მოიცე ბევრიც არ მაქვს გადაღება. მოკლედ ფედიკოს უყვარს ძალიან, მაგრამ არაფრით არ ისქნა ახლა რომ ვერ ვიყიდე. ზედმეტად რომ ისე რომ ყველასთვის დამერიგებინა, არ მოკიდა ხელი. ასეთი ჯიუტია. ხო წე ღმერთო თუ არ უნდა მას ხელს არ მოკიდოს, ვაიმე საწავიდე, ახლა საწავჭიდე. წავიდე ცოტა ხანს მაღლა. ნახოთება. აი ჩაყავილებთან ამოვეწე. მივაკელი ჩემყავილებს ხელი ძალიან. ამან გამოიყო ყვავილი. ამოყარს იგი. მე
ძალიან მივაკელი ჩემ ყვავილებს. ყურადღება როგორ თავზე ყვებოდი, აღარც დროშის წყალი გავუკეთე, საფუარის წყალი აღარ დამიკეთებია. რაღაცას ყვავილებიც გამიფუჭდა რა. აი აქ. მზეზე დაждდომას მირჩევნია იქ რომ შდები, მაინც აღწევს ის ხილები და მე თავსაც მატკიებს ის მზე. აი აქ მაგენიანი. ისაკ. ის ვერანაირად ვერ დავაყენე ტელეფონი ახლა ნორმალურად. აი მე როგორ მინდა ერთი წასვლა დასვენება საქმე განვერთვა გონების დასვენება ნერვების. ეხლაც ვერ წავედი თბილისში. ვერ გავყევი. ჩემს. რა ვიცი როდის წავ. როცა უნდა წავსულიყავი მარტში, წავსულიყავი. რომ მიმრჩა ეს წასვლა, მიმრჩა დღეს და დავრჩი ასე მინდა რომ ჩემებს გავყიდათ ის ფული არ დამეხარჯოს. არ მაქვს და იმიტომ. თან სასტიკად არ მინდა მარშრუტით გზავრობა. ეზიზღება. იმდენი მაქვს ნამგზავრე მარშრუტით რომ მე არ ვიცი. ერთი სული მქონდა ხოლმე როცა მივდიოდი, როდის ჩავიდოდი რა ცუდია. ზოგს პანჯარა უნდა ღია კონდეს, მე მინდოდა ჩემი მე სადაც ვიჯექი იქ მაინც ყოფილიყო დაკეტილი ხალხო, სადაც მე ვიჯექი იქაც ავანებებდნენ რომ დამეკეტა. ყველა ახლიდან უდოდეთ რომ ყველა აბსოლუტურად დაეღო ამ ხალხს, მე ამ ერთი ჭუბი მომივიდა მაგის გამო ჭუბი რა შევე გამატირდა მინას კაც. როცა მიქრის მარშრუტი ხანცხელი ჰაერი შემოდის, პლუს ამას მტღვირი შემოდის, სიცხე არის, მტღვირი შემოდის და ბერგიდან, აი ბავშვიდან მივიტან რაღაცა იმას გუდავდა ასე სწრაფად ჰაერი მომარდებოდა და ასე მეტაკებოდა ხოლმე საფაში. ცუდად ხები ახაც გზავრობის დროს რომ მიქრის რა, თვითონ მანქანა იყო ფუტუნდა მარშრუტი. ასე მცემ სახეში ისა ცხელი ჰაერი შემოდის, თან მტვერი გეყრება სახეში. მარშრუტკაში იყო ბოღი, სიცხე. მარშრუტკა როცა მიდის თუ გინდა ავტობუსი იყოს, თუ გინდა მანქანა, უნდა დაიკეტოს ყველა პანჯარა, ჩაერთოს კონდიციონერი. წესი ასეთია, როცა ცხელი. ამ ხალხს არ ესმის, მძღოლია თქონდა კონდიციონერის არ თავდა. ხო და ჩაწეული იმიდან პირიქით. ყორესი შემოდიოდა და მე პირადად ვერ ვიტაკაცო, მე სადაც ვსივარ იქ მაინც დამანები. პანჯარა დავხურო. არ შემომეყვარეს ეს ტყვირიდან აგავიდა რა ვიცი მე მახჩობს ეს ჰაერი ასე მოვარდნილი ჰაერი ცუდად ხდი და ინა მგონებიდან გავითიშე და შენი არავის ესმის და კიდე მე მიწევდა ვიღაცისთვის ანგარიშის გაწევა ну მაგაზე შევიკამათე მე გადავჯექი სადაც არის ხსნებოდა პანჯარა მხარეს დავჯექი და მაინც ყველა მხრიდან რო იყო დახსნილი არ ვიცი მარშრუტაში რა ამბავი იყო ჯერ ხალხი ხო სავსე ჭირდება იყო და მე ეს საშინელი ისა ჰაერი შემოდიოდა გარედან ცხელი ტვერი ბუხი და მე მიხდენა კარგა მანძილი ქონა გავლედი წარმოიდგინეთ აქედან იმამდე თბილისამდე რა მქონდა მანძილი და კეთე არ მიყვარს ამის გამო. ხოდა მთარი არ მაქვს მარშრუტკის გზავრობის თავი მეთქი აღარ მაქვს რა. მაგის ნერვები აღარ მაქვს. ძალიან უნდა მჭირდა ალბათ იმგზავრებ, მაგრამ ახლა ძალიან არ მიჭირს მაგის გულისთვის არ წავარ მარშრუტკით რაღაცა სპეციალური საქმე თუ არ მაქვს. ხოდა იმედია მე ამას სუფაში წავალ იმ თვეში. გადავიღებ კიდევაც და ჩამოვა გამოყვა იქნება. და მე აქეთ როცა წამოვიდა. დასვენებაში ჩამეთვლება ჩემთვის იქ მისვლა დასვენების ტორფასი. ფიზიკურადაც ვისვენებ, შედარებით, რა თქმა უნდა და გონებრივადაც ვისვენებ, ფსიქიკურადაც ვისვენებ. ასე რომ ასე. გარემოს გამოცვლა კარგია ხო?
ზამთარში უნდა ჩავსულიყავი, მე მარტში ჩავავინებდი, მე ამ თვეში უნდა წავსულიყავი, ჩვენ დასაკ ძალიან მაგარი დასაცმელები მაქვს, თანაჩუქრები. სულ მიდან გამოგზავნილი ზოგი საიდან უგზავნის, ზოგი საიდან. დაწყვეტარებიდან გამოგზავნილი დასაცმელები აქვს ძალიან ბევრი. ხოდა იქნებაო მეც მაძლევს რა თქმა უნდა. რაღაცებს ხოლმე და ეხლა კიდე რაც შემომივიდა ის რაც იყო. Რამოდენიმე წელი და კარგი და ახალი იყო მთლად, თითქმის ის იყო დედაჩემის ბიძაშვილის შვილის ახალგაზრდა გოგო ჩვენ დოვლად. რა ჩემზე უმცროსი, ჩემ დოვლად კი არა, ჩემზე ბევრად უმცროსი. იმის ის არის, მან მოხდა. ეგენი ცუდად რეგვაზებდე ჩემო. ძალიან კაი ხალხია. ქვეცხოვრობენ თბილისში. მაგათაც დავდივართ კერძო სახლში ცხოვრობენ. მივდივართ ისინიც კახეთით ნაგებს შავიდან არიან. ხოდა რაღაცები მაქვს ჩემთან ძალიან რაღაცები კი ძალიან მაგარი ბევრი დასაცმელი მაქვს და იქნებაო შენს იმაშიო. ვიდეოშიო აჩვენოთ და იქნება გაიყიდოს. არ ვიცი მე უთხარი, მე ვერაფერი გავყიდე მეთქი და თუ იყიდის ვინმე რამეს არ ვიცი მე ვერ შეხვდები. ეს ვადაშორის TikTok-ი გამიკეთა ჩემო გვერდი მეცლა. რა უბრალოდ ხანდახან გადავხედავ და ნახულობ რაღაცებით გავერთე მართლა. უბრალოდ ყურებით ხოლმე საყარაო. და რაღაცება გამახალისა, იუმორი, სული რაღაცები რო ჩაწერილი. ხოდა ისინი ჩემხდა რა, საღამოს იყო სულ ლაივები და ლაივები იმის. დასაცმელები. ესე იგი დასაცმელები, ჩანთები. ესე იგი არ ვიცი რა, ადამიანები ეს რაოდენობით ასე ონლაინ მაღაზიები აქვთ. ყველა მეორე რაღაცას ღირს. რა ვიცი შეგვეთა სულ ნიშნავდნენ, ყველა თითქმის კარგად ყიდდა. გაყიდვასაც მომხარი, ჩემთვის ბედი უნდა მეთქი. თვითონაც იქაც რო რაღაცა წადა და ისქნა გააკეთა, ვერ გაყიდა. ძალიან იაფადაწურო მიმავშებიო, ჩემი არ იყიდებაო და რა ვიცი, სხვის კი იყიდებაო და მაგასაც ვერი და ეხბალი უნდა. ან სულ უნდა ისქნა ეგ საქმე, სულ უნდა ატრიალება რაღაცა დროზე დაიქოფება რა. ყველაფერს ისუნდეთ რა. სუპარაფერი. ძალიან ძნელია საქართველოში გამოსავლის ძებნა. ძალიან ძნელია. შენი თავის დასაქმება, თუნდაც ელემენტარული სამსახურის პოვნა, ცხოვრება, ვიცი, ძალიან ძნელია ჩვენთვის. და ვიცი, ჩამოსულები უკეთესად გრძნობენ. თავის ჩვენთვის ეს ფული გაუფასურებულია. ძალიან 50 დღეს ვწაფე და ერთი დღის საჭმელს ყიდულობ რაღაცა, რა ვიცი მე. რა მოგივა. ყველაფერს თუ იყიდი, მე მგონი ვერც ყველაფერს იყიდი 2 წელს პამიდორი და კეცრო ჩააგდებ ეგ რა ჭამა და ეგ რა გაყიდვა ასე. და ყოველდღურად კიდე ახლა სად არის ფული ჩვენ მაგალითად თვეში ერთხელ ველოდებით იმას. ჩვენ დახმარებას რომ იმით ვიყიდოთ რა მე ეგ არის ჩვენი შემოსავა. სოფელში კიდე არცხილია ისეთი რომ თავი იჩინო გაყიდო და კიდე რაღაცა ხადარ ესავში მწვანილი მოვიდეს ზოგჯერ. თუმცა ახლა კარტოფილი იქნება რაღაცა დროზე. ხოდა ისე რომ რაღაცა სოფელშიც ძალიან მაგრად ცხოვრება. ხური არ ჭიროდეს და შენი თავი ის ორგანიზაცია მოახდინო, ეგეც არ არის. ეს საშუალებაც არ არის. ძალიან ძნელია ყველაფერი. დიდი შრომა უნდა ძალიან. ელემენტარული რაღაცა რო გქონდეს სეზონზე თუნდაც. სახედამი წიწკნა. გავგავიწმინდა. წყალბადის ზეჟანგით რო ვიცით იმაში პერიკესი და ეს ხო რაღაცა ხსნა.
ესენი მინდა კარგად მომირჩეს, თითქოს მთლიანად თითქმის უკვე მომირჩა და მიშუშთება და კარგად მინდა მე სოდით დავიბანო, დავიხეხო. არ გამიღიზიადეს მეთქი, ვეღარ დავიხეხე სოდით, იმიტომ რომ თუ გამომითეთრებდა სახეს და სულ ამოკვდა თუდა კიდე. არ გამრავდეს მე წყალიც ამრავლებს, როცა მოშუშული არ არის რაღაცაგან მონაყარი, ძალიან ის არ შეიძლება დახიხვა სახეს. ძალიან კაპიტალურად დაწმინდა რაღაცები. თუ ესე უბრალო რაღაცა გოსწინებით და იმით ჩამობანებით კი. მაგრამ იმ ადგილს უნდა მოიერიდო. ვიცი რა. შენს გამოვიდა დღეს ამინდი არ ვიცი თუ იქნება ნორმალურად. ახლა ცინავი. ისეთი რაღაცა ერთი რო წამოწვიმდება, გუში საღამოსაც გაჭირდა, ცოტა იმის წინაც. დავხვედავ ეზოს, ეგრევე გარი ამოვარდება, გაწვიმდება, რაღაცა აცივდება. არ ვიცი, ხვალ უკვე პირველი იმისია და რაღაც ნორმალური ამინდი არ არის. მე დილას უფრო მკლავიანი მეწვა, ადრე დილას ვუდგები ძალიან და ეხლა ჩავიცვი ეს. რა. მიყვარს მეთბილი ამინდები და ნამსიცილეს. ზედმეტად სიბერის. გუში რომ ბესარეცხი დავეს, რაღაცები კიდე დაგჩენია. ეგ რო დავეცხი კიდე რა მეკნა. ერთი ბაზარი კი გავავსება. ჩემი და გიუგის. აი ამასაც გამოუღია საყვავილი, აგერ დავინახე. ჩემ ყვავილებს თუ არ მიმხედე და შევავლე ხელი. არაფერი არ ეშველება, ის უფრო გაფუშდა. ერთმა ბალბამაც დაიგვიანა, ერთმა აყვავდა მარტო და ეგერ თავი აქ ჩამოგდებული უკვე. ერთმა არც იყვავილა, არც თეთრები ფიქრობს აყვავებას, რა ჭირთ არ ვიცი, რაღაცნაირად არიან. მოწყენილები, მომჟრალები. წყალი კი დაუსყიდა. კიდე უნდა მაწყალი. ბალი ისე მიყვარს და რო არ მაქვს ფული მწყობელი. მეთქი რო არ ვიგასთან. ბალი ერთი ძირია და ამაზე არ ესხარა. ფერი ერთი ორი ცალი ის. ორი ცალი რა. ბაზარში ჯერ არ მინახე გასაღები. აი მე როგორ მიყვარს ბალი ვიждდება. ამ დროზე უკვე ჩემთან შეითვალებოდა ხოლმე ბალი საადრიული მილდოდა და მე მეორე იწყებოდა ჩვენ მქონდა ის. იმის მერე ლოყაწითელა იყო, ლოყაწითელას მერე თეთრი ბალი იყო. მაიმე სულ ხის კენწეროში ვიღარ, სულ ბალის ხედე ვიყავი, ყველა ატყის სანამ იყო. ერთი 4 ბალის ხე მქონდა წითელი, ორი თეთრი იყო. ყველა აღარ არის პატარა ხეთორი, ეს ნერგი ხეთია, ამის ჯერა. არც ის ხებს არ აქვს. სულ ბალის კამპოტი მქონდა ხოლმე სახში. ალბათ ჩემთან რამდენი ხანია ნორმალურად არ დაუსხი. მინატრება ალბათ. და ნახევრეთი. გარეთ ყოფნა მაინც კაია რაღაცნაირად.
მეკავა და სახმა მეკავა. კიდია ყავდა ეყობა ვარდია. ცოტა ძალიან ხასხას ახალი ყვავით ჩემი ვარდები და გადაყვავილი და რა ვაიმე დამხობა. ცოტა სიგრილი რო წამოვა ვერ ვიდა. დამბურწკდა ხებზე დამაყარა. კარტოფილი არ მინახე შეგიქია უკვე ჯერებში გაკეთებული აქვს და მამოვიღებთ ხოლმე ვიცი მანამდე ესე გამონაშო ძირს გვერდებში ცოტა სამოვაცლი ხოლმე რამოდენიმე ჩამოული გამოვიღებთ ხოლმე და გავაკეთებ რამეს ნახვა უნდა ვა არა არ მინდა ჯერ მეზარე Edikos უნდა ვკითხო. არ დაეწყოს მერე გაბრაზება ყვირილი. გონია რომ ორ ძირს ან სამს თუ რაღაცა ცოტას უმაკლებ თელი ის რეალი აღარ იქნება. წეს თუ გაამართლებს ნახოთ რა ვიჩარშენ კი. აქ კარტოფილის მოყარული დიდად არაინია. Masia. Nada mais iria gente, meu parceiro, mas está com os filhos aqui, mas não vou É tirar cuia mesmo. CW power. ასე რომ ჩემო კარგებო არც არ ვაპირებ წასვლას არც YouTube-ის გაუქმებას მომავალ ხოლმე ჩემს დონეზე რა ახლა და მოვიწყდება საჭირო სიტყვა როცა იღებ რამეს მაშინ გავიწყდები გავიხსენე ხალე რა ხობის დონეს ხობად ჩავთვლე დაიწყებოდა კი არა ხომ არ ხდება ნეტაპი ვუნჯარც ვიღარებ ხალის მანქანები და ძროხას ვეძებ ძროხას ვიყარებ ხარებლათო მოდიან მარნეულიდან და იქიდან კიდე რა ვიცი საიდან აღარ მოდიან გულიდანაც მოდიან მარნეულიდან უფრო მოდიან აი საქონელი მინდა ჩაწერილი აქვს ხმა და ატრიალებენ
კიდე რაღაც ცივია. დათბი ეხლა დათბია საჭიროა სითბო არ გინდა ცუდი ამოვიდა სიბრილი ამხელა ვაიმე ჭებებია დროს ასე ჩემო კარგი სამოწმენდილი არც გაწვენდებათ მე სულამინის ხმა ისის ბალავ მეზოს წყილავენ ალბათ ამასაც როგორი ხმა რამხელა ეზოსაც ელახს ასეთი ხმა არ დაქონდეს მე კიდე სუნია ახლო მახლო რომ იყო საშინი იმის გამონაბოლქვი კვამლისგანა და საწვავის სუნიც იქო ყველაფერის მომწამლები მაგას ჯობია ჭანწარი მით მოთი ცელი ძოლებული და არც ბუნება დაბინძურდები არც ხალხში წუხდება ამ ხმით მე წუხდები ასეთი ხმით ცუდად ის კი არა კადლეს მანქანას უჭრავს დედა რასტაშინელი ხმა როგორ ცუდად ეს თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჩემ ნერვებზე ცუდად მოქმედებს თავს მატკიებს ახალ ტექნიკას მithumetes ამხელა რაღაცა შემაწუხებელი ხმა არ დაგონდეს უფრო თანამედროვე უნდა იყოს რაღაცა საქონელი არ არის გაყიდის ახლა საქონელს ვერის საქონელი ეხლა საქონელი ყველა საბალაყოზე ყავს უთელია გადენილი მინდორს ჩარე ერთადევნია სადა ამ მინდორში გადაპარსულია საღამოს გადმოვა სადღაც 2 საათზე ზოგი 5 საათზე უშვებს წყემსი ზოგი 6 ასე აიყვანები გაასუქებენ და მე ორმაგად და სამაგად მიდიან ასე მაყალის ყვავილიც მომწონს ძალიან რა ლამაზი თეთრი ყვავილები ნახეთ და მაყალი რას დაისმის იქით დიდები რომ მქონდა ის ადრია ყველაზე ეს ნახევარი ავჭერთ იმიტომ რომ ფაროსთან ამიჭებდა და აზრი არ მქონდა იმ ხელაზე იყო გადასული ვერც ვწდებოდი და ვერც ვკრებდი უბრალოდ გეგონებოდა რომ რაღაცა იყო კაი მაგრამ თვალის ახარებდა ტყურად ვერ სარგებლობდი და ნახევარი ავჭერთ ცოტა ადარჩენილი თვითონ ისეთი მაყვალი ესურება რომ თავისით გამრავდება კიდე სამოყრედია კარგი ზოგმა თქვა რომ მაგ მაყვალს არ ვაფასებ გემოარა აქ რამეო ეგ დიდი მაყვალი როგვარ ეს ადრიუა უფრო εμείς მე ეს პატარა მაყვლები მოდის ძალიან კაია ორივე ფაროსანა ბუჭებს თორე არანაირი ცუდი გემოარა პირით ძალიან კაია ეს უკან ფოტოს ვაკეთებ და მურაბა იყო ერთი პაკა გამოვიდა ორი პატარა არ ვიცი სუპერი არ ვიცი ნახო თუ იქნება შეიძლება ბევრი არ არის მაგრამ კამფორტს ვაკეთებ ჩემთან კამფორტი უფრო რჩენი ჩემთვის უყვარს ძალიან და მურაბა იყო ისეთი გემოარი ისეთი რომ მე ვერ წარმოვიდგენე და თუ იქნება მაგის საშუალება მურაბასაც გავაკეთებ ერთი ორ განკასია
ხო და ეს უფრო ეს ტრიკეკალა ეს იმის მერე მოდის მსხვილი მაყულის შემდეგ და ეს არის ეკლიანი მაყვალთან მიახლოებული ამის გება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეკლიანი მაყვალს, რომელიც ბუჩქებზეა და ეძებოდა მაგისთვის და დიოდნენ ადრე ხალხი და მეც მომიწევია ეგეთ ხობებზე თავისით რომ ამოდის ძალიან გემრიელია. მაგრამ ესეც არ არის ცუდი. თან სახშირი გაქვს თლად კარგია. საძებარი მაგრამ უბრალოდ ფაროსანა აკუჭებს. ნაკბენილის გაკეთებაც არ არის სასარგებლო. ეს ფაროსანას ნაკბენიც ძალიან ცუდია. ძალიან. მაინც ვერ იზღებ თავს რა, შეიძლება გარეგნულად კარგი იყოს, მაგრამ დანაკბენი იყოს. არ არის კარგი. ჩვენთან რომ ფაროსანებია, მე არ ვიცი ამდენისად არ დასავლეთში რომ არ იქნა მათი გაწყვეტა. ემ დაუდენებით. ვიხედავთ. Çünkü Cem diyor ki karmaviden mezabeli mahsunu. Diyor karmavide mi? Diragor Davidi. Çok jiladre uşursun sana belli ağız. Çok. Kolumda avarçışız. Letas. მოკლედ ასე ჩემო კარგი ბოაქ გვერდულად ვზივარ. წელშიც ვიქნები. საქმე რა თქმა უნდა ბევრი მაქვს, როგორც ყოველთვის საქმეს რა გამოდის. ყველა დღე იმის ფიქრობ რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, რა ჯობია, ვირა შეჭამს, ყველა ერთი მასე იყოს, გემოვნებაზე გაიგნება. იმას ის არ უნდა, ამას ის არ უნდა. და ამიტომა ასე. ორგანიზაცია. გავაკეთო დღეს საჭმელი. ისე უნდა. აი ყოჩი ეს აჭახჭახტი. კარგით აბა ჩემო კარგებო წავედით აგემშვიდობებით. მშვიდობიანი დღე ყველას. მე არცა წავს ვარ, არც ოპერე წასვლას, მოვალ ხოლმე აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მე YouTube-ი. ძალიან შემიყვარდა, მიყვარხარ თქვენთან ურთიერთობა მიხარია, მომწონს. თქვენთან რო ვარ თავს მარტო არ ვწნობ, მაგრამ მე ისეთი ერთ-ერთი ვარ მარტოობაც მიყვარს ხოლმე, ზოგჯერ არის ეს პერიოდი რომ თავს და კომფორტულად ვწნობ და ჩვენთვის ვარ. მაგრამ აქ ძალიან მივეჩვიე, ძალიან შემეყვარდა და მიხარია აქ მოსვლა. და ეგონ ადამიანს რომ მე ვიღაცის გამო გავაუქმე, ეს არავის გამო არ გავაუქმებია. არავის არაფერი ცუდი არ მომუწევია ჩემთვის აქ. ნამდვილად ასია და ღმერთი ამოწმე, მე ჩემი სურვილით უბრალოდ არ მომწონდა ჩემი ვიდეოები და გავაუქმე. ეს წავშალე არ გამიუქმებია ეს არხი. უბრალოდ ის ვიდეოები წავშალე. ვიდეოების სიმრავლე დიდად არ აქვს მნიშვნელობა. არ მომწონდა არც ერთი ვიდეო, ჩემი თავი ხო არ მომწონდა და არ მომწონდა. და ამიტომაც მე არ ვიცი ახლა ვერ შეგვირდებით არ იქადა იმაზე უკეთეს გადავიღებ მეთქი, მაგრამ მაინც. მე იმაზე უკეთესი იქნება. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, ყველას დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის, რაც ჩემთვის დაგიწერიეთ აქამდე და აწი დამიწერთ, აბა მომავალ შეხვედრაზე ჩემო კარგებო.